თქვენ სწორად თქვით, რომ მართლა აქტიური ადამიანია გიორგი, ჩვენ ყველასთან მქონდა შეძლების დაგვარად ადვოკატის საშუალებით კომუნიკაცია, სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს. უფრო მეტი ადამიანი უჭერს ხარს და ჩვენ მზადავართ არსებითი კრიტიკისთვის, ჩვენ ესეთი მე პირადად არ მომისმენია ასეთი კრიტიკა და ერთიანობის წინააღმდეგი მით უმეტეს არავინ არ შეიძლება რომ იყოს მე არ შემხედრი ადამიანი, ვინც ასე ღიად იტყვის, რომ დაშლილობა უკეთესია, ცალკე ჩვენ პარტიის ბრენდებზე ვიფიქრებ და ჩვენ თავზე უფრო შორს წავალთ, ვიდრე ერთიანობით. ამას მე ამ გეგმას მაგრამ ეს განცხადებები უფრო სალღერძელოებს გავს წლების ქართული გამოცდილების გათვალისწინებით. ეს არის სხვაობა საქმეზე რომ მიდგება იქ პრობლემაა. კი ბატონო. ეს არის განსხვავება, სწორედ ეს გეგმა არის განსხვავებული ლამაზი სიტყვებისგან იმით, რომ აქ კონკრეტული სტრუქტურაზეა ლაპარაკი, თუ როგორ წარმოუდგენთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ეროვნული მობილიზების 8-პუნქტიანი გეგმა. ასე დავარქვათ. ეს არ არის გიორგი ვაშაძე, არა აქვს პრეტენზია, რომ თავის სახელი უნდა ერქვას ამ გეგმას, ეს არის საქართველოს გამარჯვების გეგმა, ასე ვთქვათ. და მე როგორც ვიცი, იყო კომუნიკაცია ადვოკატის საშუალებით, ზურა გირჩ-ჯაფარიძეც იცნობს ამას, ქონდა შენიშვნები, გაზიარებულია ეს შენიშვნები. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავავრცელებთ ამ 8-პუნქტიან გეგმას და განსხვავება სხვა სადგერძელო თქვენ რომელიც ახსენეთ ლამაზ სიტყვებისგან არის ის, რომ აქ ნაბიჯ არის გაწერილი თუ როგორ მივდივართ წარმატებას, ან როგორ ვახდენთ ეროვნულ მობილიზებას. აქ გიორგი საუბრობდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა დღეს ამწუხაროთ. ჩვენ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სისტემური ორგანიზებით, წყობრი ნაბიჯებით ამ უმრავლესობის ძალად გარდაქმნა, ანუ გრავიტაციის ცენტრის შექმნა, რომელიც იქნება ძლიერი ალტერნატივა და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გამარჯვებაზე. პირდაპირ ვიტყვი, აქ არის საუბარი, არც მალავთ, ხვალეც გამოვაგვეყნებთ ამას. ჩვენ გვინდა რომ 4 ოქტომბერს მთელი საქართველო ასე ვიძახი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მომავალი იყოს რუსთაველზე. ეხლა ვიტყვი რატომ? ამ თავარი საფრთხე რა არის და პროპაგანდის მიზანი რა არის? ივანიშვილი თავარი მტერია რუსეთიც, ასევე მტერია ჩვენი, მაგრამ ასევე პროპაგანდა ცდილობს, რომ ადამიანებს ჩააგონოს, რომ თუ ჩუმად იქნება, მას არ შეეხება ავტოკრატიის, ასე ვთქვათ, პრობლემები. არა და ისტორია ავტოკრატიის თუ გადავხედავთ, სწორედ ვინც ჩუმად არის, პირველად იმ ხალხს გადათელავს ავტოკრატია და ჩუმად ყოფნა კი არა, მხარდამჭერობაც კი არ არის გარანტია. ჩვენ ვნახეთ აქ რიჟვაძის და ბაჩიაშვილის და სხვა ადამიანის მაგალითები, როცა ისინიც კი არ არიან ავტოკრატიის პირობებში დაცული. ანუ გამარჯვება რაშია, რომ უარი ვთქვა, ჩვენ არ ვჭირდება განსაკუთრებული გმირობა, არც ვჭირდება გმირი ვიღაცა ესეთი მესია, ჩვენ გვჭირდება რომ ყველა ქართველმა, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი ჩვენი, ვიპოვოთ თავში ძალა რომ უთხრათ რეჟიმს არა. აი ეს არის ამაზეა ზუსტად ეს გეგმა.